დღევანდელი დღის თემა. აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დაასახლა ედემის ბაღში, მის დასამუშავებლად და დასაცავად. დღესაც თუ თქვენი ნებაც იქნება, ყურადღებას მივაპყრობთ იმას, რაც გუშინ ნათქვამს მოსდევს და შევეცდებით, იქიდან თქვენთვის სულიერი სწავლება გამოვიტანოთ. დღევანდელ საკითხავშიც დაბადების წიგნიდან დიადი ძალა იფარება. ამიტომაც უნდა ჩაუღრმავდეთ მას, გულდასმით განვიხილოთ ყოველივე და მისგან სარგებელი მივიღოთ. თუ კი ზღვის ფსკერზე პატიოსანი თვლების მოპოვების მსურველებს დიდი შრომა და გაჭირვება შეხვდებათ, როდესაც წყალთან ნაკადებს მიანდობენ თავს, ოღონდაც კი პოვონ, რასაც ეძებენ, მით უფრო გმართებს ჩვენ. ყურადღება დავძაბოთ და გავჩხრიკოთ, თუ რა იფარება წმიდა წერილის სიტყვათა უფსკრულებში და ამგვარად პატიოსანი თვლებიც მოვიძიოთ. მაგრამ საყვარელო, შეგრთები, უფსკრულს რომ ვახსენებ. აქ წყლების უთავბოლო დინების ნაცვლად სულის მადლი დაგხვდება, იგი ანათლებს ჩვენს გონებას, საძებარის პოვნაში ქშელის და მთელ ამ შრომას გვიოლებს. იმ პატიოსან თვალთა მოძიებამ პოვნელს არც თუ ბევრ სარგებელს შეძენს, მათ ხშირად ზიანიც მოაქვთ და ურიცხ ჭირთა მიზეზიც კი ხდებიან ხოლმე. პოვნელი იმდენ სიხარულს ვერ მოიხვეჭს, რამდენადაც უსიამოვნებას შეხვდება ხოლმე, რადგანაც მოშურნეთა მზერას მიიპყრობს და ხარ-ბანგარების მოყარეებს აიმხედრებს. ამგვარად, ამ თვლების მოპოვებას არათუ არანაირი სარგებელი არ მოაქვს ჩვენთვის ცხოვრებაში, არამედ დიდი მტრობის აღმძვრელ მიზეზადაც ხდება. იგი ხარბი მომხოჭელობის საგანია, ვერცხლის მოყარეობის საკირეს აგზნებს და ტანჯავს ამ ვნების ერთგულთა სულებს. სულიერი სპეკალების გამო კი არ შეიძლება ამგვარი ზიანის შიში გქონდეს. არამედ აურაცხელია მათგან მოძღვნილი სიმდიდრე, მით მოგრილი სიხარულიც დაუჭკნობელია და შეუდარებლად აღემატება იმ სიამეს, რაც ნივთიერ ძვირფასეულობას მოაქვს. უსმინე, რას ამბობს დავითი. გულის სათქმელ არიან უფრო ის ოქროსა და ანთრაქთა პატიოსანთა ფრიად, ოქროსა და თვით ბაჯაღლოზე მეტად სასურველი არიან ხედავ განა, მან მიგვითითა ნივთიერებანი, უძვირფასესად რომ მიიჩნევა და არ და კმაყოფილ და ამგვარი შედარებით, არამედ დაურთო ფრიად და ამით ღვთის სიტყვის უპირატესობა გვიჩვენა. გულის სათქმელ არიან უფრო ის ოქროსა ამბობს და ანთრაქთა პატიოსანთა ფრიად. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს შედარება სრულად აღწერს სურვილს ღვთის სიტყვის მიმართ. არამედ დავითი ხედავდა, რომ ადამიანები სწორედ ამ ნივთიერებებს ადებენ უმაღლეს ფასს და გვიხსენა ისინი, რათა სულის სიტყვის უპირატესობა და უმაღლესი ფასეულობა ეჩვენებინა. იმისთვის, რათა დავწმუნდეთ, რომ საღვთო წერილს მუდამ წესად აქვს, მისგან მოძღვნილი სარგებელი გრძნობად ნივთებს შეადაროს და ამგვარად გვიჩვენოს საკუთარი აღმატებულება. ისმინე, რა მოსდევს უკვე ნათქვამს და უტკბილესნი თაფლისა და გოლეულისა. და აქაც ის როდი ითქმის, თითქოს და ღვთის სიტყვები მხოლოდ ამდენად ტკბილი იყოს, ან მხოლოდ ისეთივე სიამე მოჰქონდეთ. მაგრამ რადგანაც დავითი გრძნობად საგნებში სხვას ვერაფერს ხედავდა ისეც ღვთის სიტყვის სიტკბოებას რომ ედარებოდა, ამიტომაც ახსენა თაფლი და გოლეული. ამგვარად გააცხადა სულიერ სწავლებათა აღმატებულება და მათგან მოგრილი უსასრულო სიტკბოება. სახარება მოგვითხრობს, რომ იესოც ამ წესს მისდევდა, როდესაც იგი მოწაფეებს ესაუბრებოდა და მათ მოიწადინეს შეეტყოთ, თუ რა აზრი იდო იგავში კეთილი თესლის მთესველსა და მტერზე, ვინც ღვარძლი დათესა ხორბალთან ერთად. იესომ გამოწვევით ახსნა იგავი და თქვა, თუ ვინ იყო კეთილი თესლის მთესველი, რა იყო ყანა და რა ღვარძლი. განმარტა თუ ვინ დათესა ის, თუ ვინ არიან მომკელნი და რას ნიშნავს მკაცხადად აუხსნა მათ ყოველივე. მან თქვა, მაშინ მართალნი გამოფწყინდნენ ვითარცა მზე, სასუფეველსა მამისა მათისასა. მართალთ მხოლოდ მზის შესადარი ბრწყინვალება, როდი შეხვდებათ, არა, ისინი ბევრად მეც მოიპოვებენ. მაგრამ ქრისტემ ამგვარად იმის გამო თქვა, რომ ხილულ საგნებში შესადარებლად მზეზე უკეთეს ვერაფერს იპოვი. ამგვარად, როდესაც ჩვენ ჩაგვესმება ამგვარი შედარებები, სიტყვებზე აღარ დავყომდებით, არამედ გრძნობადი და ხილული საგნების მეშვეობით სულიერ საგანთა განსაკუთრებულ აღმატებულებას დავასკვნით. და თუ კი ამ გზით აქაც შესაძლოა, მოვიპოვოთ უდიდესი სიამე და უმაღლესი ტკბობა, რაკიღა ეს სიტყვები ღვთიური და სულიერია და სულისთვის უსაზღვრო სიხარულის მინიჭება ძალუცთ. მაშინ დიდი გულის ყურითა და მგზნებარე სურვილით მიუგდოთ ყურის შემოთავაზებულ საუბარს, რათა აქ ჭეშმარიტი სიმდიდრე მოვიხვეჭოთ, მრავლად შევკრიბოთ ღვთისთვის სათნო განჯისათვის საჭირო თესლი და შინ გავიყოლოთ. მაშ ყური ვუგდოთ რა იქნა დღეს წაკითხული. ოღონდ დაძაბეთ გონება, მოიშორეთ დაფანტულობა, ყოველდღიური საზრუნავები და ისე ისმინეთ წმინდა წერილის სიტყვები. ეს ღვთიური კანონებია, ისინი ზეგარდმო ჩვენს დასახსნელად მოგვეცა. ხელმწიფის სიგელის კითხვისას სრული სიჩუმე ხომ ჩამოვარდება და ყველანაირი ხმაური და უწესრიგობა წყდება, რადგანაც ყველა გამახვილებული ყურადღებით დგას და სწადია შეიტყოს, რას აუწყებს სიგელი. ხოლო თუ ვინმე მცირედ მაინც ახმაურდება და კითხვის მდინარებას შეწყვეტს, მას დიდი ხიფათი დაემუქრება. მაშინ მით უმეტეს აქ უნდა იდგეთ და თრთოლვით, სრული სიჩუმე დაიცვათ და აზრთა მღელვარებას ერიდოთ, რათა კიდევაც გაიგოთ ის, რასაც გთავაზობენ და თანაც მორჩილების წილ, ზეციური ხელმწიფისგან კიდევ მეტი ძღვენის ღირსი გახდეთ. ნახოთ თუ რას გვასწავლის დღესაც ნეტარი მოსე, ვინც საკუთარ აზრს გვამცნობს, არამედ სულის მადლის ჩაგონებით საუბრობს. აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა, ამბობს იგი. რა დიდებულად ახსენა ეს ორი სახელი სულ თავიდანვე. თქვა რა,
უფალმა არ დადუმებულა, არამედ დაურთო ღმერთმა და ამით რაღაც საიდუმლო და დაფარული გვასწავლა, რათა გვცოდნოდა, რომ ამ სახელებს შორის არანაირი განსხვავება არ არსებობს. ეს ფუჭად არ აღმინიშნავს. იმისთვის თქვი, რომ როდესაც ჩაგესმება პავლეს სიტყვები, ერთ არს ღმერთი მამაი, რომლისაგან არს ყოველი და ერთ არს უფალი იესო ქრისტე, რომლისა მიერ ყოველი არი ფიქრო, თითქოს და განსხვავება იყოს ამ წოდებებს შორის და თითქოს და ერთი მეორეს აღემატებოდეს. წმინდა წერილი ამ სახელებს ერთმანეთისგან განურჩევლად იმიტომაც იყენებს, რომ შედავების მოსურნეებმა მართალ დოგმებთან საკუთარ გამონაგონთა შეზავება ვერ შეძლონ. ხოლო იმის დასტურად, რომ საღვთო წერილი ამ სახელთაგან არც ერთს არ იყენებს საგანგებო და გამორჩეული მნიშვნელობით, ყურადღება მიაქციეს ზუსტად იმას, რას გვეუბნება ამჯერად. აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა, ამბობს იგი. ვისზეა ეს ნათქვამიო? ფიქრობს ერეტიკოსი. ხოლოდ მამაზე? კეთილი. მაშინ ისმინე, რას ამბობს პავლე. ერთ არს ღმერთი მამაი, რომლისაგან არს ყოველი და ერთ არს უფალი იესო ქრისტე, რომლისა მიერ ყოველი. ხედავ, როგორ მიაკუთვნა სახელი უფალი ძეს. ან კი რაც შეიძლება ვთქვათ, თითქოს და წოდება უფალი აღემატებოდეს სახელს ღმერთი. ხედავთ, რა სისულელეა, რა საშინელი მკრეხელობაა? ვისაც არ სურს საღვთო წერილის წეს მისდიოს, არამედ საკუთარ დასკვნებს ასხამს ფრთებს, იგი საკუთარ გონებასაც აშფოთებს და მართლმადიდებლური დოგმატების შესახებ სწავლებაშიც უსასრულო დავა და სიტყვაჭიდილი შეაქვს. აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დაასახლა ედემის ბაღში, მის დასამუშავებლად და დასაცავად. აი როგორ ზრუნავს იგი მის მიერ შექმნილ ადამიანზე. გუშინ ნეტარმა მოსემ მოგვითხრა, რომ უფალმა ღმერთმა ბაღის 64 გააშენა ედემში აღმოსავლეთში და დასვა იქ ადამი, ანუ კეთილინება, რომ ადამიანს იქ ეცხოვრა და 64 დამტკბარიყო. დღეს იგი კვლავ გვიჩვენებს ღმერთის ენით უთქმელ სიყვარულს ადამიანის მიმართ და იმეორებს უკვე ნათქვამს. აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დაასახლა იგი 64-ში უზრუნველი ცხოვრებისათვის. თქვა არა მხოლოდ 64, არამედ დაურთო, საშვებელი, ანუ უზრუნველი, განსაცხრომელი, რათა ეჩვენებინა ჩვენთვის ის სიტკბოება, რომელიც იქ მცხოვრებ ადამიანს ერგებოდა. მაგრამ რომ ამბობს, აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დაასახლა 64-ში უზრუნველი ცხოვრებისათვის, მოსე დაურთავს, მის დასამუშავებლად და დასაცავად. ესეც უფლის დიდ მზრუნველობაზე მეტყველებს. რადგანაც 64-ში ცხოვრება ადამიანს სრულ ნეტარებას ანიჭებდა, ჭვრეტით მოგრილ კმაყოფილებას საზრდოს მიღების სიამე ერთოდა. ამიტომ ადამიანი გადამეტებული მოსვენებისგან რომ არ გარყვნილიყო ნათქვამია, მრავალი ბოროტება უსწავლებია მცონარობასო ღმერთმა მას 64-ის დამუშავება და დაცვა დაავალა. იტყვიან განა 64-ის ადამიანისგან დამუშავება ესაჭიროებოდაო? ამას როდი ვამბობ, მაგრამ ღმერთს სურდა რომ ადამიანს ბაღის დაცვასა და დამუშავებაზე ეზრუნა, თუმცა მცირედ და ზომიერად. შრომისგან სრულიად თავისუფალი რომ ყოფილიყო, სრული განცხრომის მქონეს, უზრუნველობა დარევდა ხელს. მაგრამ თუ კი უმტკივნეულო გაუჭირებელ შრომას შეუდგებოდა, უფრო უმანკო შეიძლებოდა ყოფილიყო. ამასთან, სიტყვა დასაცავად ტყუილად როდია გამოყენებული, არამედ მორგებულია სათქმელს, რათა ადამიანს ცხადად ქონოდა შეგნებული, რომ ემორჩილება მეუფეს, ვინც ამგვარი განცხრომა უბოძა, მაგრამ ამასთან ერთად 64-ის დაცვაც დააკისრა. ღმერთი ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ სჩადის, მაგრამ ამასთანავე განცხრომას და სიმშვიდებსაც გვაძლევს. თუ კი მან თავისი უკიდეგანო კაცთმოყვარებით გამოუთქმელი სიკეთე გაგვიმზადა ჯერ კიდევ ჩვენ შექმნამდე. როგორც თავადაც ამბობს, მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ გამზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამიდან სოფლისაით. მაშინ, რასაკვირველია, უხვად მოგვიძღვნეს ყველა ამ ქვეყნიურ სიკეთეს. მას მერე რაც შექმნილ ადამიანს ამდენი სიკეთე მიანიჭა უპირველესად. არ ყოფნიდან ყოფაში ამოიყვანა და ინება მისი სხეულის შექმნა პეშვი მიწისგან. შემდეგ კი, ჩაბერვით, უმნიშვნელოვანესი რამ. უსხეულო სული შესძინა, რის შემდეგაც 64-ის გაჩენა ინება და კაცი იქ დაასახლა ყოველივე ამის მერე უფალმა ღმერთმა, იმ მოყვარული მამის დარად, ვინც კმაყოფილებაში და უზრუნველობაში აღზრდილი ყმაწვილი ძისათვის იოლ და ზომიერ სამუშაოს იგონებს, რათა ძე არ წაუხდეს, უბრძანა ადამიანს. დაემუშავებინა და დაეცვა 64, რათა ამ ორი საქმიანობით მას გარკვეული ზღუდე შექმნოდა უდიდეს უზრუნველობაში, უსაფრთხოებასა და სიმშვიდეში, რაც მის გადაჭარბებულ სურვილებს შეაკავებდა. ამრიგად, მრავალი სიკეთე მიეცა პირველ ქმნილს, ხოლო ის რაც შემდგომ დამატებით მიენიჭა, კვლავ გვიცხადებენ უდიდეს და არაჩვეულებრივ სიყვარულსა თუ ზრუნვას, რაც ღმერთმა გამოუჩინა მისი სახიერებით. რა არის წერილში ნათქვამი? ამცნო უფალმა ღმერთმა ადამიანს. აქაც ძველ წესს მისდევს წმიდა წერილი, რათა სიტყვათა ხშირი გამეორებით დაბეჯითებული ცოდნა შევიძინოთ და არ დავეთანხმოთ მათ, ვინც ბედავენ, ამ წოდებათა შორის უფალი და ღმერთი განსხვავება ივარაუდონ და ერთი მიაწერონ მამას, მეორე კი ძეს. რამდენადაც მათ ორთავეს მამასა და ძეს ერთი არსება გააჩნიათ. საღვთო წერილი ერთსა და იმავე წოდებას განურჩევლად უსადაგებს თუ მამას, თუ ძეს. ამ ცნოუფალმა ღმერთმა ადამიანს დაუთხრა. აქ გაოცება უნდა მოგვაროს ღმერთის გაუგონარმა კაცთმოყვარებამ, რომელიც ამ მოკლე გამონათქვამში გაგვეცხადება. ამ ცნო ნათქვამია. ნახე, რა პატივი მიაგო ღმერთმა ადამიანს სულ თავიდანვე.
არ წერია უბრძანა, არამედ ამცნო, როგორც მეგობარი ესაუბრება მეგობარს და ამცნობს რაღაც აუცილებელ სათქმელს. ასევე ეპყრობა ღმერთის ადამიანს თითქოს და სურს ამგვარი პატივის მიგებით ის მიცემული მცნების აღსრულებისთვის აღძრას. ამცნო უფალმა ღმერთმა ადამიანს უთხრა: ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამოთ, რადგან როგორც კი შეჭამთ, მოკვდებით. იოლად აღსასრულებელი მცნებაა, მაგრამ უდიერობა, რა წარმოადგენს უდიდეს ბოროტებას, საყვარელო. ის იოლს ძნელად გვიქცევს, ისევე როგორც მონდომება და ყურადღება ძნელსაც იოლად გვიხდის. მითხარ, რა უნდა იყოს ამ ცნებაზე იოლი აღსასრულებელი? რა არის ამ პატივზე უფრო მაღალი? ღმერთმა ადამიანს ნება დართო, 60-ში ეცხოვრა, სანახავთა მშვენიერებით დამტკბარიყო, მით მზერა დაეთკბო, ხოლო ნაყოფის მირთმევით უდიდესი სიამე ენახა. დაფიქრდი, რა ტკბობა იქნებოდა ნაყოფით დახუნძლული ხეების, ნაირგვარი ყვავილების, ბალახების, ფოთლების და ყოველივე იმის ჭრეტა, რაც კი შეიძლება იყოს 60-ში თანაც ღმერთის მიერ გაშენებულში. საღვთო წერილში ადრე ნათქვამია და კვლავ აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველი ხე, სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი, რათა გვცოდნოდა, რა სიუხვით სარგებლობდა ადამიანი, როცა თავისი დიდი თავშეუკავებლობის და დაუდევრობის გამო ქედმაღლურად მოეკიდა მისთვის მიცემულ ცნებას. წარმოიდგინე, საყვარელო, რა მაღალი პატივის ღირსი გახადა იგი ღმერთმა. უძღვნა გამორჩეული, მისთვის განკუთვნილი ტრაპეზი 60-ში, რათა არ ეფიქრა, თითქოს და პირუტყვებსა და მას ერთნაირი საზრდო ჰქონოდეთ, არამედ მეფესავით ეცხოვრა 60-ში, დამტკბარიყო იქაური სიამეებით და როგორც მეუფე, გამორჩეული ყოფილიყო მასზე დაქვემდებარებულთაგან. განსაკუთრებული ცხოვრება ჰქონოდა. ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამოთ, რადგან როგორც კი შეჭამთ, მოკვდებით. ღმერთი ამით თითქოს ეუბნებოდა ადამიანს: მე შენგან არაფერს ძნელსა და მძიმეს არ მოვითხოვ. ყველა ხის მოხმარების ნება მომიცია, ოღონდ გამცნობ, რომ არ შეეხო მხოლოდ ამ ერთს. მაგრამ სასჯელსაც დიდს ვაწესებ, რათა შიშმა მაინც შეგაგონოს და ჩემგან მოცემული მცნება დაიცვა. ასევეა ხოლმე, როდესაც გულუხვი მეპატრონე ვინმეს თავის ვრცელ სახლს ანდობს და იმის ნიშნად, რომ ამ სახლის მფლობელად თავად რჩება, იმ ადამიანს მცირე რამ საფასურის გადახდას უწესებს. ჩვენმა კაცთმოყარე ღმერთმაც ადამიანს ნება დართო, 60-ში ყველაფრით ესარგებლა და მხოლოდ ერთი ნაყოფის ჭამისგან შეეკავებინა თავი, რათა კაცს ცოდნოდა, უფლის ქვემორე რომ იდგა, რომ მას უნდა დამორჩილებოდა და მისი ბრძანებები აღესრულებინა. ვის შეუძლია სათანადოდ გაიოცოს ყოველთა მეუფის სიუხვე? ადამიანს ჯერაც არაფერი გაუკეთებია და რა სიკეთეების ღირს ხდის მას, 60 ხეების ნახევარი როდი დაუთმო დასატკბობად, არც მათი დიდი უმრავლესობის ნაყოფი აუკრძალავს და მხოლოდ დანარჩენი მიუცია სახმარად. 60 ყველა ხის ნაყოფის მიღების ნება დართო, მხოლოდ ერთისგან უბრძანა თავშეკავება, რითაც ცხადი ხდება. ასე მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ ადამიანს ცოდნოდა თუ ვინ იყო ამ უდიდეს სიკეთეთა მიზეზი. ყველაფერთან ერთად ღვთისმსახიერება განჭვრიტე იმაშიც, თუ რა პატივი დასდო მან დედაკაცს, ვინც ადამიანისგან შეიქმნა. როდესაც ქალი ჯერაც არ შექმნილიყო, ღმერთმა თითქოს და ორ ადამიანს ამცნო. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამოთ, რადგან როგორც კი შეჭამთ, მოკვდებით. ამგვარად, წინასწარ და თავიდანვე გვიჩვენებს, რომ ქმარი და ცოლი ერთ არსებას შეადგენენ, როგორც პავლეც გვეუბნება, ქმარი არის თავცოლისა. ამიტომაც თითქოს და ორს ესაუბრება, რათა მერე, როდესაც მისგან დედაკაც შექმნის, ადამიანს გაუჩნდეს მისწრაფება, ქალსაც შეატყობინოს ღმერთის მიერ მიცემული მცნება. ვიცი, რომ აკრძალული ხის საკითხი ძალიან ბევრს აფიქრებს. ბევრი უგუნური მოლაყბე ბედავს ადამიანის ბრალი ღმერთს დააკისროს. ასე ამბობენ, რად მისცა ღმერთმა კაცს ამგვარი მცნება, როდესაც იცოდა, რომ ადამი დაარღვევდა მას, ან რად ბრძანა, ეს ხე ყოფილიყო 60-ში და ბევრ სხვასაც იტყვიან. მაგრამ ამის ახსნას ახლა არ შეუდგებით მცნების დარღვევის ამბის წაკითხვამდე, არამედ მივყვებით ნეტარი მოსესნა ამბობს. და როდესაც ამ ადგილს მივადგებით, სათანადო დროს ამის შესახებაც მოგახსენებთ, რასაც ღვთისმადლი ჩაგვაგონებს. და განგიმარტავთ წმიდა წერილის ჭეშმარიტ აზრს, რათა თქვენ სწორად გაიაზროთ დაწერილი. სათანადო დიდება აღუვლინოთ უფალს და დაცემული ადამიანის ცოდვა უდანაშაულო ღმერთს არ გადააბრალოთ. ახლა კი ჯერჯერობით დღევანდელი საკითხავის მომდევნო სიტყვები განვიხილოთ. თქვა უფალმა ღმერთმა: არ ვარ ადამიანის მარტოდ ყოფნა. ნახე, ვით არ ცხრება სახიერი უფალი, არამედ სიკეთეს ურთავს, მადლზე მადლს უმატებს, სურს, ყველანაირი პატივით შემოსოს ეს გონიერი არსება, პატივის მიგებასთან ერთად კი ცხოვრებაც უფრო მოსახერხებელი გაუხადოს. ნათქვამია, თქვა უფალმა ღმერთმა: არ ვარ ადამიანის მარტოდ ყოფნა, შეუქმნათ მას შემწე, მისი შესაფერი. აი, აქაც გვხვდება სიტყვა შეუქმნათ. როგორც ადრე ადამიანის შექმნისას ღმერთი ამბობდა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ახლაც დედაკაცის შექმნას რომ განიზრახავს, იმავე სიტყვას მოიხმარს და ამბობს: შევქმნათ. ვის ეუბნება? არა რომელიმე შექმნილ ძალას,
არამედ მისგან დაბადებულს, საოცარ მრჩეველს, მბრძანებელს, სამყაროს ბატონს, მხოლოდ შობილძეს მისას. რათა ადამიანს ცოდნოდა არსება, რომელიც შეიქმნებოდა, მისი თანაბარი იქნებოდა ღირსებით, ამის გამო ღმერთი, როგორც ადამიანის შექმნისას წარმოთქვა, შევქმნათ, ახლაც ამბობს, შევქმნათ მას შემწე, მისი შესაფერი. მრავალმნიშვნელოვანია ეს ორი გამოთქმა, შემწე და მისი შესაფერი. არ მსურს ამბობს, რომ მარტო იყოსო იგი, არამედ კონდეს მას რაღაც ნუგეში სხვებთან ურთიერთობისაგან, ამიტომ საჭიროა შევქმნათ მისი მსგავსი შემწე, ანუ დედაკაცი. აი რად იყო, რომ ღმერთმა როდესაც თქვა, გაუჩინოთ მას შემწე დაურთო. მისი შესაფერი, რათა შენ როდესაც ნახავ, თუ ვით მოყავთ ადამიანთან ყველა ნადირი და ზეცის ფრინველები, არ იფიქრო, თითქოს და ეს სიტყვები მათზე იყოს ნათქვამი. თუმცა მრავალი პირუტყვი ეხმარება შრომაში ადამიანს, მათგან არც ერთი არ უტოლდება გონიერ დედაკაცს. ამიტომ სიტყვებს შემწე მისი შესაფერი მოსდევს და გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ველის ყველა ცხოველი და ცის ყველა ფრინველი და მიჰგვარა ადამიანს რომ ენახა რას დაარქმევდა. რომელ სულდგმულს რას დაარქმევდა ადამი, მისი სახელიც ის იქნებოდა. ეს კეთდება არა ტყუილ უბრალოდ, არამედ მათ მოდევნებულ მოვლენათა გათვალისწინებით. ღმერთი მათ წინასწარ ჭრეთს და გვიჩვენებს თუ რაოდენ დიდი სიბრძნე მიჰკერძა მისგან შექმნილ კაცს, რათა როდესაც ღვთის მიერ დადებული მცნება დაირღვევა, არ იფიქრო, თითქოს და ადამიანმა უმეცრებით დაარღვია იგი, არამედ იცოდე რომ მისი დაცემა დაუდევრობის შედეგია. ადამიანს რომ უდიდესი სიბრძნე ჰქონდა მიცემული, ამაში შეგიძლია დარწმუნდე იმით, რაც წმინდა წერილშია აღწერილი. და მიჰგვარა ადამიანს რომ ენახა რას დაარქმევდა. ღმერთი ამას ჩადის, რათა ადამიანის დიდი სიბრძნე გვიჩვენოს. და კვლავ, რომელ სულდგმულს რას დაარქმევდა ადამი, მისი სახელიც ის იქნებოდა. თუმცა ეს მხოლოდ იმისთვის კი არ ხდება, რომ ჩვენ ადამიანის სიბრძნე დავინახოთ, არამედ იმიტომაც, რომ სახელთა დარქმევაში მეუფების ნიშანიც ჩანს. ადამიანებსაც ჩვევიათ მონების ყიდვისას საკუთარი ძალაუფლება მათთვის სახელების შეცვლით გამოხატონ. ასევე, ღმერთიც აიძულებს ადამიანს, რომ მან, ვით მეუფემ სახელი დასდოს პირუტყვებს. საყვარელო, ნუ დატოვებ ამ სიტყვებს უყურადღებოდ, არამედ დაფიქრდი თუ რა სიბრძნე იყო საჭირო იმისათვის, რომ სახელი დაერქმია ამდენი ჯიშის ფრინველისთვის, ქვეწარმავლისთვის, ნადირისთვის, საქონელისთვის და სხვა პირუტყვებისთვის, თვინიერისა თუ ველურისთვის, წყალში მცხოვრებთათვის, მიწიდან ამომავალთათვის. თანაც საკუთარი თითოეული ჯიშის შესაფერისი სახელი, რომელ სულდგმულს რას დაარქმევდა ადამი, მისი სახელიც ის იქნებოდა. ხედავ რა სრული ძალაუფლება გააჩნია. ხედავ მბრძანებლობის ძალას. დაფიქრდი იმაზეც, რომ ლომები, ავაზები, იქედნები, მორიელები თუ გველები, აგრეთვე სხვა უფრო დაუნდობელი მხეცები ეახლნენ ადამიანს, ვით ბატონს, თვინიერად და მორჩილებით, რათა სახელი მიეღოთ მისგან და ადამი არც ერთ ამ მხეცს არ შეუშინდა. ასე რომ, აუქს ნუ იტყვი ღმერთის მიერ შექმნილზე, ნუ დაშვება შენი ენა შემოქმედის, ან, უკეთ, შენი საკუთარი თავის განსაკიქებლად და ნურასოდეს წარმოთქვამ ამ უგუნურ სიტყვებს, რაც შეიქმნა ნადირი. სახელების დარქმევა ცხადად გიჩვენებთ, რომ მხეცები შინაურ ცხოველთა მსგავსად აღიარებდნენ საკუთარ მონობას და ადამიანის ბატონობას. მათთვის დარქმეული სახელები დღემდე უცვლელი რჩება. უფალმა ასე დაადგინა, რათა მუდამ გვახსოვდეს პატივი, რომელიც ადამიანს მიენიჭა ყოველთა უფლისგან და რამაც მას ცხოველები დაუმორჩილა. ხოლო ამ პატივის ჩამორთმევის მიზეზს მივაწერდეთ თავად ადამიანს, ვინც ცოდვის გამო დაკარგა თავისი ძალაუფლება. დაარქვა ადამიანმა სახელი ყველა პირუტყვს, ცის ყველა ფრინველს და ველის ყველა ცხოველს. აქედან კი დაინახე, საყვარელო, კაცის თავისუფალი ნება და მისი გონების აღმატებულება და ნუ იტყვი, თითქოს და მას არ ცოდნოდეს, რა იყო კარგი და რა ცუდი. ვინც შეძლო სათანადო სახელები მიეცა საქონელისთვის, ფრინველებისა და ნადირისთვის. და ამ დროს არ დაურღვევია წესი და რიგი. გარეულ მხეცებს არ დაარქვა თვინიერ ცხოველთა შესაფერისი სახელები, ხოლო თვინიერებს ველურთა საფერი არ განუწესა, არამედ ყველას შესაბამისი წოდება მიანიჭა, განა სიბრძნით და გონიერებით არ იყო ახსავსე. აქედან ისიც დაასკვენი თუ რა დიდი იყო ღვთიური ზეშთაგონების ძალა და რაოდენ დიდია სიბრძნე, რომლითაც უფალმა უსხეულო სული დააჯილდოვა. მან ორი არსიდან შეადგინა საოცარი და გონიერი ცხოველი და სულის უსხეულო არსი, ვით მშვენიერი მხატვარი შეუერთა სხეულს, ვით იარაღს. ამიტომ, როდესაც ამ გონიერი ცხოველის უდიდეს სიბრძნეზე დაფიქრდები, შემოქმედის ძლიერება გაიოცე. თუ კი ცის მშვენიერების ხილვა კეთილგონიერ მჭვრეტელს ღვთის სადიდებლად განაწყობს, მაშ მით უმეტეს ამ გონიერმა ცხოველმა ადამიანმა, როდესაც საკუთარ აგებულებაზე დაფიქრდება, მისთვის ბოძებულ პატივზე, დიდებულ ძღვენებსა და გამოუთქმელ კეთილის მყოფელობაზე, მუდამ ქება უნდა უთხრას ყოველივე ამის მიზეზს და როგორც შეუძლია, ყველანაირად ადიდოს უფალი. მომდევნო საკითხთა განხილვაც მსურდა, მაგრამ იმისათვის, რომ ნათქვამის სიმრავლით ზედმეტად არ დავტვირთო თქვენი მეხსიერება, ჯერ არს, აქ შევწყვიტო სიტყვა. ჩვენი მიზანი ის არაა, რომ რაც შეიძლება მეტი ვთქვათ. იმისთვის ვსაუბრობთ, რომ თქვენ მუდმივად ინარჩუნებდეთ ნათქვამს ხსოვნაში და არა მხოლოდ თავად იცნობდეთ საღვთო წერილის შინაარს, არამედ სხვებსაც ასწავლოთ და შეგეძლოთ მათი შეგონება. ამიტომ ყოველმა თქვენგანმა აქედან რომ გახვალთ, მოყვასთან ერთად ხსოვნაში განიახლოს ის, რაც აქ ითქვა. თავად სხვას მოუთხროს, რაც ახსოვს, მისგან მის მიერ დამახსოვრებული მიიღოს.
ამგვარად შეკრიბეთ ყველაფერი და შეინარჩუნეთ ხსოვნაში, შინ მისულებმა კი ყველამ თავისთვის გადაიაზრეთ ეს საღვთო გაკვეთილები, რათა ყველა საზრუნავი ამ ფიქრით განწმინდოთ. ამ ფიქრებით დააკავოთ გონება და ამგვარად დაამარცხოთ თქვენი შფოთისმგვრელი ვნებებიც და ეშმაკის ხრიკებსაც დაუსხლდეთ. ასეა, როდესაც ავი დემონი ხედავს, რომ სული საღვთო საგნებზე ზრუნავს და გამუდმებით მხოლოდ მათზე ფიქრობს, იგი მოახლოებასაც ვერ ბედავს, დაუყოვნებლივ გცილდება, განიდევნება სულის ძალით, ვითარცა ცეცხლით. მაშა სადამე იმისათვის, რომ საკუთარ თავსაც რაც შეიძლება მეტად ვარგოთ, ეს მტერიც დავამარცხოთ და ღვთისგანაც მეტი წყალობა მივიღოთ ამ საგნებით დავტვირთოთ ჩვენი გონება. მაშინ ყველა თქვენი საქმე წარმატებული იქნება, ძნელი იოლი გახდება იმას, რაც სამწუხარო გეჩვენებათ, ბედნიერი დასასრული მოჰყვება და ვერაფერი ამქვეყნიური ვეღარ დაგაღონებთ, თუ კი ჩვენ ღვთიურზე ვიზრუნებთ, მაშინ ჩვენ საქმებზე თავად ღმერთი იზრუნებს. ამა ცხოვრების ზღვას სრულიად უხიფათოდ გადავცურავთ და დიადი მესაჯის, ყოველთა უფალის წინამძღვრობით შევალთ მისი კაცთმოყვარების ნავსადგურში, რომლისა არს დიდება, უფლება და პატივი, ანდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.